მოკლედ დღეს მეგობრებო რაზე გადავწყვიტეთ რომ გესაუბროთ. დღეს გადავწყვიტეთ გესაუბროთ ერთ-ერთ ძალიან საჭირო, მნიშვნელოვან, აუცილებელ სასიცოცხლოდ ჰაერივით მნიშვნელოვან რაღაცაზე და რა არის ეგ? მე ფიქრობ რომ ერთი სამ ძირითად ადამიანის სამ ძირითად მონაპოვარში შეიძლება ჩავაგდოთ ეს რაღაც. ძირითად გამოგონება. გამოგონება ერქვა თუ გინდა მოტაცებაა პირველი ცეცხლის ასე ვთქვათ, მე ასე ვიტყოდი. მე როგორც ცოდნე ექსპერტი ადამიანოლოგიის დარგში, მითოლოგია და ესეთი პაფსა რაღაცები არა რა ძალიან. ადამიანოლოგია კონკრეტული, ესე იგი, ცეცხლის გამოგონება, ესა რა ქვია, ბორბალის გამოგონება მეორე და მესამე ეს არის ინტერნეტი. მეგობრებო, შეიძლება პირდაპირ ითქვას რა, ინტერნეტი რომელიც გარეშეც არაფერი აღარ იქნებოდა. იქნება რამე ინტერნეტი რო არ იყოს. არაფერი არ იქნება გავიაროთ. არაფერი არ იქნება, აზრი არ აქვს, მოკლედ ინტერნეტის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს. მცირე სტატისტიკას მოგაწვით, ნახეთ, 95 წელს თურმე ინტერნეტიც სარგებლობდა მსოფლიო მოსახლეობის 1%-იც არ. ანუ 95 წელი სულ რაღაც 25 წლის წინ. 25 ანუ ვინ შექმნა ისარგებლობა მაგრამ ხოლოდ ის კამანდა. ნუ ხო, სადღაც 93-ში დაიწყეს იქ ამბავი და 95-ში დედამიწის მოსახლეობის ჰქონდა 1%-საც კი არ. და თუ იცით რამდენს აქვს დღეს? რამდენს? აი რამდენს ძალიან ბევრს. ჩათვალეთ 7 მილიარდ რაღაც ხვარი ადამიანი პლანეტაზე რაც არა ვართ, ხო? 5 მილიარდამდე ადამიანი უკვე სარგებლობს ინტერნეტით, მეგობრებო. 5 მილიარდამდე, ანუ ვინ დარჩა, იცი, აი მასაის ტომის რამდენიმე ტიპი ახლა ანტილოპას რომ ისდევენ. მარტო იმათ არ აქვს ინტერნეტი, დანარჩენი ჩვენ სოფლიოში ყველას გვაქვს ინტერნეტი. და დღეს გვინდა წარმოვიდგინოთ დაახლოებით მაინც რა იქნება. მე ვიცი რომ ბევრი ჩვენი ტელემაყურებლისთვის ეს ახლა კოშმარის ვიქტორინა ჩავატაროთ. კოშმარივით იქნება. წარმოიდგინეთ რა იქნება ინტერნეტი რო არ იყოს. ვივარაუდოთ, წარმოიდგინეთ რა მოხდება, ხო? პირველ რიგში ხო ეკონომიკას ჩამოიშლება საერთოდ. სოფლიო ეკონომიკას დაერხევა, საწარმოებები გაჩერდება, ხო? საწვავს ვეღარ მოვიპოვებთ, შესაბამისად მანქანები აღარ გვეყოლება. რა ვიცი, ამბებს ვერ გავიგებთ, კარგ ამბავს ვერ გაიგებთ, სუდ ამბავს საერთოდ ჩვენს გარშემო რა ხდება, იმას ვერ გაიგებთ და არც გეცოდინება ინფორმაციის წვდომა არ გექნება. საჭმელს რა ვიცი, როგორ შეჭამდი, ნებისმიერ რაც შეხვდებოდა, იმას შეჭამდი, იმიტომ რომ რა აზრი აქვს ახლა ის თუ კაი ლამაზი ბლუდა ასე ვთქვათ, თუ არ გადაიღე და არ ატვირ თემაში არ გაუზიარე. ან საერთოდ ფორმაში ყოფნას რა აზრია ამ კუნთებს არ დაიწყებდი. თუ იმეს არ გაუზიარე და ასე ვიქნებოდით. მშვიდად არაფერი ინფორმაცია არ გექნებოდა, საერთოდ ვერ გაიგებდი. განსაცმელიც არ გექნებოდა, იქნებოდი შიშველი და ვიქნებდი, ესე წავიდოთ და ბოლოს თუ ჭკუა გვეყოფოდა იმ ვაშლსაც არ შევჭამდით და დავრჩებით მე 6-4-ში. ლომთან დაწვათ. დელოებზე ესე ინავარდება. Wi-Fi-ის გარშე. რაღაცა ჭირდება. იცი რატომ შექმნა თურმე Wi-Fi? ადამიანმა მოიწინა. მართლა Wi-Fi-ის შექმნის ამბავი ჯერ კიდევ იქედან მოდის და გადახედა, გადმოხედა რა აკლდა ადამიანს, ყველაფერი მისი იყო და ხოლოდ Wi-Fi. შენი აზრით როგორი იქნებოდა, რო არ იყოს აი ინტერნეტი? ურთიერთობა როგორი იქნებოდა? აი ურთიერთობა როგორი იქნებოდა? კი არა, ურთიერთობა არ ვიცი, მე უკვე ვეღარ წარმომიდგენი იმდენი ხანი ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ აი მეგობრები რო ავიღოთ. ხო. სად შეიძლება გავიცნოთ მეგობარი, ხო? ანუ ადრე როგორ ხდებოდა? ჩხუბის დროს, ყველაზე მაგარ მეგობარს ჩხუბის დროს იშოვე გეუნები მაგას. სუფრაზე და მე ჩხუბის დროს რა. ჩვენ იმიტომ რომ ვართ ესე მეგობრები, დავამტრიეთ თავის დროს. არა მეგობრებო. ჩვენ მეგობარი შორის ეგრე არჩევდა, ხო იცი მეგობრებს, ანუ იჩხუბებდა ხოლმე და ვინც ყველაზე მეტად გაუკაჩავდა, მე იმას ეძმაკაცებდა. ავდა სუმაგარის მაგაცები. ძლიერები და მაგათ ვერავინ ვერ მოიგო. ჩხუბის დროს, ქორწილის დროს რა ვიცი, ნებისმიერი აქტივობის დროს, სკოლაში, პურის რიგშიც და ასე შემდგომ. ბევრი ოჯახი თავის დროს ჩვენ დროს. ეხლა როგორ არის ამბავი? სოციალურ ქსელებში ძმაო. სოციალურ ქსელებში. კი. თან ადრე ხო იყო გამოთქმა, რომ იცი რა არის, ახლობელი შეიძლება ბევრი ყავდეს, მაგრამ მეგობარი 2, 3. ეხლა ყავს 5000 მეგობარი. 5000 მეგობარი ქუჩაში შეიძლება ესე მიდიოდე გაგაჩეროს და რა შრები, შეჭემა, როგორ ახარ, რა ვახარ და შე ვერ არის. ეგ არის ბიჭო, მაგაცო ვიცნობა რო არის, და ნუ გაგიკვირდება, მაგრამ მეგობრებში ხავს. ინტერნეტი რო არ იყოს, აი რამდენი რაღაცა არ იქნებოდა მართლა. რამდენამეს ვერ ვნახავდით, რამდენამეს ვერ გავიგეთ. მაგალითად ვერ ვნახავდით ქართველების სულის შემძვრელ ცეკვას იტალიაში. ვერ ვნახავდით. მაგალითად ვერ ვნახავდით კატა რო იხჩობა წყალში და მისი ამოყვანის ვიდეოს, საყვარელი კატის წყლიდან ამოყვანის ვიდეოს ვერ ვნახავდით. კი, ლინკზე ვეღარ გადავიდოდით და ვეღარ გავოცდებოდით. ინტერნეტი რო არ იყოს, ეს არ იქნებოდა საერთოდ. იმას ვერ ვნახავდით იტაზიელი ჯიგრები ტალახის განსახლებს რო აშენებდნენ, ესეც არ გვექნებოდა. კიდე იცი რა საინტერესო ამბავი შეიძლება რომ გადავხედოთ, აი ინტერნეტის მომხმარებლები ხო დამოკიდებულები ვართ
ვართ რა ინტერნეტზე და ყველა სოციალურ ქსელს აქვს თავისი გუნდი დამოკიდება. აი რა ეშველებათ ამ ადამიანებს, ამ ინტერნეტოგოლიკებს. რა გვეშველება ინტერნეტოგოლიკები? აი ვინც დაუშვათ ვივარაუდოთ რა Google-ში ვინც ზის, იმათვის რა იქნებოდა? აი რაში გადაანაცვლება? რაღაცით ჩაანაცვლება. აი მაგალითად დაიბრძნა უბნის ყველაზე ჭორიკანა ადამიანებთან იურთიერთებდა და იქიდან გაიგებდა ყველა ინფორმაციას. აბა რა არაფერი არ კითხო Google-ის კითხე უბნის ჭორიკნებს. Facebook-გოლოგები რა შეიძლება? Facebook-გოლოგები თავისი საოჯახო ალბომებით ირბენდნენ მეზობლებში ერთმანეთს და ატვალიერებდნენ. Facebook-ის მომხმარებლები. Facebook-ი და მე დააკომენტარებდნენ იქვე ერთმანეთში. კიდე Instagram-ზე რა იქნება? Instagram-ზე საოჯახო ალბომებს გამოიტანენ, იმ ალბომებს, რომელიც Facebook-ის კომანდაში არ მოხვდა. ხო, აბარა. კი, Instagram-ის კომანდასთან Instagram ალბომი? ცალკე. და მე რას ვხედავ, იცი, ვერაფერი ვერ მოუფიქრე TikTok-ერებს. TikTok-ერების შემთხვევაში. ეგენი ხო იმ დროს შეიქმნენ, როცა მანამდე არაფერი მე ვფიქრობ, რომ TikTok-ერის შემთხვევაში საერთოდ ეგ წარმოდგენა, რომ ინტერნეტი აღარ იყოს, საერთოდ ნულთან არის დასული, არ არსებობს. არც TikTok-ს არასოდეს არ წარმოუდგენია, რომ ოდესმე ინტერნეტი გაქრება. ჩამოიკიდებიან. გლუკი ისე ხდებათ რა. ესე გაიჭედები შეიძლება. დარჩები. მოკლედ ინტერნეტობა კარგი ამბავი ვერ იქნება. ხო, ეგ არ გვაწყობს, არავის არ გვაწყობს. გააჩნია. რამდენი უმუშევარი დარჩება? ხო, ეგ არის და კიდე რამდენი უმუშევარი დარჩება, თან რა ხალხი დარჩება ყველაზე მეტად უმუშევარი. თანამედროვე ინტერნეტის ყველაზე დასაქმებული სასწავლი ვინ არის? ბოტები, ხო? ბოტები უმუშევარები. აი რა უნდა გააკეთონ ბოტებმა ვერ ხვდები თუ ინტერნეტი აღარ იქნება. შენ აქციებზე გამოვლენ. ბოტები გამოვლენ დაიწყებენ ალბათ საპროტესტო აქციებს. აბა რა იქნება, ამდენი უმუშევარი ბოტი რო დარჩება. აბა რა იქნება და იცი რა არის, საერთოდ რაზე ვფიქრობ იცი მე? პირველი ბოტები ვინ იყვნენ? საერთოდ სულ მაინტერესებს ხოლმე ვინ იყვნენ სულ თავიდან ან ხო? მემატიანეები. ხო და პირველი ბოტები მე მგონია იყვნენ ის ადამიანები, აი ტრანსპორტით რომ გზავრობდით ხოლმე და ქალები რო ისწრნენ ხოლმე, ხო იცი შიგნით და სიჩუმე რო არის ტრანსპორტში და აი როვერის სვენებენ და რა არის ეს რა ცხოვრება? თემას მწერდა. ხო. პარტიას რო ეძებს ამ რო ეძებს ვის უთხრას, როგორ დაიწყოს, როგორ დაანთოს ცეცხლი, რომ მე დეზინფორმაციის ზღვა გამოუშვას. აი პირველი ბოტები ვინ იყვნენ? ცხოვრება, აი ხა ეს. და იქეთ ეძებს ვინ წამოეკიდება, ხო? თურმე სიგუა ლინკზე გადმოყავს. სხვა გმირები იყვნენ, ხედა. სიგუა გადაუყენებიათ. მაგას უთქვამს თურმე რომ მაგან თქვა თურმე 40 მილიონი შეჭამევთ თემითოლით მაგ დანახი. აი ეგ ხალხი იყვნენ პირველი ბოტები და როგორ განვითარება პაომერე. მე რაღაცაზე ვიფიქრე, რაღაცებზე ვიფიქრე. წლის ბოტი რო ხდები რა არის? წლის ბოტი, ნომინაციაში წლის ბოტი. ნომინაციაში წლის ბოტი გახდა აკაუნტი. რაღაცა რა. საქართველოს ქართველებს. ეგეთი რუსეთი ჩვენია. ხო და მოკლედ მე დავაკვირდი გერ. მოკლედ მე ვიფიქრე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით რა შეიძლება ქვეყანამ ვიხეიროთ თუ ინტერნეტი გაითიშება საერთოდ მთელს მსოფლიოში რა და ძალიან კაი რაღაცას დავაკვირდი რა. ნახე ხრას დავაკვირდი. თუ მთელს მსოფლიოში ინტერნეტი გაითიშება, მეგობრებო, შეგვიძლია ქართველებმა აქედან კარგი ხეირი მივიღოთ. უყურეთ, თუ ინტერნეტი გაითიშება, შესაბამისად, ანუ მთელ მსოფლიოში, არც ამერიკას თუ არ ექნება ინტერნეტი, არც ევროპას თუ არ ექნება. მთელ მსოფლიოში რომ ჩრდილოეთ კორეას ნუახსენებ. იქაც არ არის. და არც იმათი არ გვაქვს ასეც უნდა ვილაპარაკო. მოკლედ, საქართველოს საგარეო ვალი სადღაც 30 მილიარდს აურახუნა, ხო, რა ვიცი. მოკლედ საქართველოს საგარეო ვალი, სახელმწიფო ვალი, რაც შეიძლება მაქსიმუმი გვაქვს ამოწურული, მეც აღარავინ აღარ გვაქვს. ანუ ქვეყანა ვალს ვეღარ ვიღებთ რა. არა და ვიცხოვრობთ ეხლა, ხო? ჩვენი ქვეყანა სადღაც დალომბარდებული გვაქვს, ვალმობარდებთ ხოლმე სადღაც ალბათ პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებში რა. როგორც შიდა ეკონომიკა, როგორც შიგნით ვალმობარდებთ მართვისუფლები. ქვეყანას ვალმობარდებთ სხვადასხვა ქვეყნისა. და მოკლედ თუ ინტერნეტი გაითიშება, წარმოიდგინეთ, გაითიშებათ ეს მონაცემთა ბაზა და ჩვენი ვალი მთელი მსოფლიოს ვალი 30 მილიარდი გაქნება, საიდან მოიტანა? უვალო ქვეყანა ვიქნები და ამ ვალს თავიდან ავიღებთ. და ცუდია. არა ცუდინება. ეხლა ლიმიტი ამოწურული გვაქვს, აღარ გვაძლევთ. როგორ შეიძლება ჩვენ ვალი არ მოგცე რა? ბოლოს და ბოლოს დავთანხმდით იმაზე, რომ ქვეყანა ტარების უფლებით კი არა, დავტოვოთ საერთოდ და ისე ავიღოთ, მაგრამ მაინც არ გვაძლევენ. ასე რომ თუ ინტერნეტი არ იქნება, გაითიშება. კი ბატონო, მაგრამ იცი შენ თქვის არ იყოს, ეხლა აღარ მოგცემ, რა მაინტერესებს, იცი რომ არის შანსი რომ ამდენ ვალს რო ვიღებთ, გაგვაშაო? მსოფლიოს იმაში? ხო, ანუ აი, ხო არის რომ აი ადამიანია გაშავებული. გას გვეძახის. ხო. ხო, შენ მთლიანად გაგაშავ. სხვათა შორის გაშავებაზე რო იცოდე ინტერნეტთან მიმართებაში რა. თურმე სესხს როცა გაძლევენ ბანკები,
შენ იმაში პროფაილებში შემოდიან. ხო. და ნახულობენ, ახლა რა ცხოვრების ეს ცხოვრება. აბა იმას გადაუნა დახარჯი. იცონს ეს ყენ არ დაგიმტკიცო. ხო და აი რო გაითიშება ინტერნეტი. მიდი და გაიგე. მიხვალ და ეთქვა კაცური კაცი ვარ. იცით რა დააბრუნებ დროულად ვას. აბა რა. ბოტიშვილი ვარ. მოკლედ რა, წარმოდგენაც. რა გინდა, რა кай. ახალი გამოთქმა, ვირუსული ბოტიშვილი ვიყო. ბოტიშვილი ვიყო, არის, რაღაცნაირი დაგინება არის. ხო, რატო იცი რომ ბოტი უფრო შეურაცხყოფელია ვიდრე ბოზი. არის ეგეთიც. მე მგონი ამოვწურეთ. კი, დასკვნა ეს პრობლემები. არა, ამას რა ამოწურეთ. ამას რა ამოწურეთ, მაგრამ თქვენ დროს აღარ წაგართმევთ და ჩვენ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ნაწილზე გადავალთ ამ ბლოკშივე. ეს არის ზარი ახლობელთან. მოკლედ, ეგეთი ზარი მოვიგონეთ, როგორი ზარი მოვიგონეთ? ზარი ახლობელთან არა, ზარი ახლობლებთან გადავწყვეტ. ახლობლებთან. ნახოთ, ესე ვაპირებ. მოკლედ, ესე გადავწყვეტეთ, რომ ჩვენს რამდენიმე ცნობილ მეგობარს დაურეკოთ და ესე პირდაპირ რაც მეტი არაფერი უცებ ვკითხოთ მისი Wi-Fi-ის პასვორდი და რას გვეტყვის რა. აი ესე პირდაპირ ავდგეთ დავრეკოთ და უთხრათ აი Wi-Fi-ის პასვორდი გითხარით. ვიღაც უცნობი გირეკავს და გეკითხება Wi-Fi-ის პასვორდს. არ ვიცით რა იქნება, ნახოთ. მოდი ზალიკოს დაურეკოთ რა. ზალიკო? ეს არ გჭირდება. ზალიკო ბერგერს. ზალიკო ბერგერი. იქნება. გავიგოთ რა არის მისი Wi-Fi-ის პასვორდი. Big Z. თუ რაღაცა მაშინ დამიხოცპოდე. რა უთხრათ რა. ნომერი დაკავებულია. ო, ძალიან გირო ეს მუშაობს. მაგას რა გააჩერებს? ალო? ალო? ზალიკო ბრძანდებით? ზალიკო გამარჯობა. რატომ გაწუხებთ? გესმით ჩემი ხმა? კი. ზალიკო ხომ არ შეგიძლიათ უცებ რომ თქვენი Wi-Fi-ის პასვორდი გვითხრათ? ჩაო. ალო. ბატონო, გისმენთ? ერთიდან 8 ჩათვლით? ვერ გავიგე. ზალიკო, შეგიძლიათ თქვენი Wi-Fi-ის პასვორდი გვითხრათ უცებ? ვინ ხარ? აი Wi-Fi-ის პასვორდი გვაინტერესებს. შეში ამა მივარხარ. ზალიკო, როგორ ახარ? ავარი მიჭებიდან დაგირეკ. მაგარი პასვორდია, შენ მარაგავს. საუბრის გაგრძელებას. Please hold on for a while. ამიკო, ჩვენიერია. ზალიკოს პასვორდი გავიგეთ. ზალიკოს პასვორდი არის შენ ხომ არაგავს. ურეკავს ლექსენს. ლექსენს მენა რევ პაროლი ექნება. 1 2 3 4 5 6 7 8 არის პაროლი. ყველა არეული ნომერი დაკავებულია. გთხოვთ დაელოდოთ. თვითონ ხო არ მირეკავს ლექსო. Please wait. ალო. ალო, ლექსო. ისმენ. იო, ძმაო. ლექსო, რატო გირეკავთ? შენი Wi-Fi-ის პაროლი გვინდა რო გითხრა? არო გითხრა? Wi-Fi-ის პაროლი შენი. ატო რა Wi-Fi-ის პაროლი? აი ესე ურეკავთ რა ადამიანებს და ვეკითხებით თავიანთ Wi-Fi-ის პაროლებს და ხო ვერ გვეტყვით თქვენსას? Wi-Fi-ის პაროლი? არა, ვერ გეტყვი მაო. პირველი ორი რო გითხრათ სიმბოლო და დანარჩენი გამოვიცნოთ. აი თუ გამოვიცნოთ. პირველი ორი. აი Wi-Fi-ის პაროლის დასაწყისი პირველი ორი ციფრია თუ რა ვიცი 100-ა თუ რაც არის. აი ხა ასე მაიმუნები რა. აბა რა შევით მაიმუნობთ ლექსო. მოკლედ თავარი ბიჭებიდან გირეკავთ. ვანიკო, ნიკა და ილო როგორ ახლა დამაო. ნიკა. არა. კა? Wi-Fi-ის პაროლი გაინტერესებს უცებ ყველას ვეკითხებით თუ გვეტყვის ვინმე თავისი Wi-Fi-ის პაროლს. ისეთ ადგილას ვარ თან არ სიჭერდა კარგად ვიზახი ბიჭო რა ხდებაში. როგორ ახარ? ხო ხართ მაგრად თავად როგორ ახარ? დასარევად. აი არა მეშო. ძმობა მოკითხვა და სიყვარული. გეტყვი, მაგრამ იქითკენ არ იქნება. არა, აღარ გითხრა. თორე გაჟღერდება. აღარ არის საჭირო. ოკეი, დროებით ძმაო, მოგიკითხეთ. გაიხარე, მადლობა, მაგრამ ძმობა და სიყვარული. ეხლა ურეკავთ ჩვენს მეგობარს ლევან ხაბეიშვილს. შეიძლება ლევანს ხუთიანები ქონდეს. ან ნაცი. ნაცი 1 2 3. ნახოთ რას გვეტყვის. 5 არის ხო? ეს აი როგორც არის. ხო? ესე შეყავთ ხოლმე. ალო, გამარჯობა. მოიწ ბატონო. ლევან, სულ დროს ხომ არ გირეკავთ? კი, ცოტა მე უცებ გითხავთ რა ლევან, აი ძალიან მარტივი კითხვა. თქვენი Wi-Fi-ის პაროლი რო გითხრათ, უცებ და გავთიშოთ. რომელი Wi-Fi? Wi-Fi რომელიმე თქვენი, რა ვიცი, რომელიც გნებავთ. რა
Wi-Fi-ის პაროლი. Wi-Fi-ის პაროლი. ლევან, მოკითხვა და მეგობრობა, მთავარი ფიჩები და გირეკა. მიყვარხარ არ შეგიშლი. თიშო, მიაწექი. ბაბა და პატივისცემა შენთან ვართ. 5-5-იანი. ვიცოდი. ზმაო, სუპერ. გეკვა და 5-5-იანი. 5-5-იანი. ოკეი, ლევან, წარმატებები. გაიხარე, კარგები, გაიხარე. აჰა, მითხრა, კაცო, პატიოს და დავიზვა. არის ზარი. ესე იგი, ვურეკავთ ამ შემთხვევაში კოტე ყუბანეიშვილს. ავაი. რას გვეტყვის კოტე? ლექსადა. აბა, ნახოთ. ლექსადა. არ არის საკავშირო. ალო. ალო? ალო? ბატონი კოტე მინდოდა? ალო? ბატონი კოტე მინდოდა? ალო? გესმით? ალო? ალო, გისმენთ. ბატონი კოტე მინდოდა? მე ვარ. ბატონი კოტე, თქვენი Wi-Fi-ის პაროლს ხომ ვერ გვეტყვით უცებ? ბატონო? Wi-Fi-ის პაროლს ხომ ვერ გვეტყვით უცებ? Wi-Fi-ის პაროლს? დიახ. ჩემი Wi-Fi-ის პაროლს? თქვენი, დიახ. არ ვიცი, მოიცა ვკითხავ ნანას, აბა. ღია ხო არა? ბატონო? ღია ხო არა? ნუ აი, ან ლექსა და ან რა ვიცი, ნებისმიერი ფორმი. ნანა, რამე Wi-Fi-ის პაროლი ხო აქვს? Wi-Fi-ის პაროლი რა არის? არ ვიცი, ბატონო კოტე. ვინ კითხულობს? ესე უბრალოდ დაინტერესებული თქვენი ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი. თქვენი ერთგული დაინტერესებული. მოიცათ. არა, არ იცოდეთ, კოტე, მოკითხვა, მე როგორ ახართ, მოკითხვა აქედან. გესმით ჩვენი ხმა? საიდან? ჩვენ მოგიკითხეთ მთავარი არხიდან შოუ, მთავარი ბიჭები, ვანიკო თახნიშვილი, ირო ბეროშვილი და ნიკა გრიგოლია, მეგობრულად მოგიკითხეთ Wi-Fi-ის პაროლი გვაინტერესებდა. არა, მოიცა, ის არა ხარ. აკა ხარცად მე ჩემთან ახლა. არა, ვარ შეთან, ესეთი მეგობრული ხუმრობა გავაკეთეთ, გვაინტერესებდა მაგალითად ჩვენი მეგობრებიდან რომელი გვეწყოდა Wi-Fi-ის პაროლს და ესე მეგობრულად არავის არ მოუნდა. მან გვევარ თქვენთან და გვინდა რომ თქვენ პაროლს დავაჯდეთ რა. მაგრამ თქვენთან ვართ სულით, გულით, მეგობრობით და სიყვარულით და პატივისცემით აუცილებლად. არ ვიცი, არა, მე არ ვიცი ეს პაროლები და რაღაცები. სუპერ, მეგობრობა და სიყვარული. ბატონო კოტე, მიყვარხართ. დროებით. უსაზღვროდ. დროებით. რა მაგარია რომ გირეკავენ პაროლი ქვენი გითხარით ესე ნანა პაროლი რა არის ჩვენი? ესე იგი 1 2 მაგარი კაცია. შემდეგი ზარი ვრეკავთ ჩვენს მეგობართან, ნანუკა ჟორჟოლიანთან. ალო, ნანუკა. და, ხო. როგორ ახართ? ნანუკა უცებ გითხავთ, რა ვიცით რომ დაკავებული ხართ. უცებ ხომ ვერ გვეტყოდით თქვენი Wi-Fi-ის პაროლს? ბატონო? Wi-Fi-ის პაროლს ხომ ვერ გვეტყოდით თქვენი Wi-Fi-ის პაროლს? რომელი ხარ? აი Wi-Fi-ით დაინტერესებული თქვენი ერთგული მაყურებელი. ნიკა! როგორ გვიჩვენი გოგო? მოგოდ მარტო არა ვარ, ესე ინცაკ არიან. ენცაკა ვარ. კოცნით მიყვარხართ და. ჩვენს კოცნით Wi-Fi-ის პაროლი მაინც ვერ გავიგეთ. ოკეი, კოცნით ბევრს ხელს აღარ გიშლით. გაკოცეთ, კოცნით მიყვარხართ. დროებით. აპლოდისმენტები ჩვენს ყველა მეგობარს მოდი გითხრათ. ყველას დიდი მადლობა. მეგობრული გასაუბრებისთვის მართალია უმეტესობა Wi-Fi-ის პაროლი არ გითხრა, მაგრამ ზოგმა ხო გითხრა კაცო, ზოგმა ეცადა რომ ეთქვა ჩვენთვის. მოკლედ, ამით ჩვენი პირველი ნაწილი ამოიწურა გადაცემის, თუმცა ჩვენ მეორე ნაწილში დაგემრუდებით არაჩვეულებრივი სტუმრით, არამედ არაჩვეულებრივი სტუმრებით. ეს ძალიან კარგი ამბავი. მე აბა რა, პირველად ჩვენ შოუში. პირველად ჩვენს შოუში. არა სტუმარი, არამედ სტუმრები.